მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმარია გიორგი მიროტაძე, ცნობილი იუთუბერი. საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და ასე შემდეგ. მოკლედ გიორგის ვიდეოების ყურება დავიწყე მე ძალიან დიდი ხნის წინ. სხვათა შორის რა მარტი მოდის, გიო გახსოვს შენი რა მარტია მოვიხოდე დილიდან, რა მარტია მოვიხოდე დილიდან მე და გიო და ვიწყეთ გადაცემის ჩაწერას. გიო, ზოგადად ეხლა რა საქმიანობ, რა ხდება შენსკენ? ეხლა ამჟამად იუთუბერობას, რავი, სულით, რავი, ალბათ იუთუბერიო არ მე მგონი, მაგრამ ჯერჯერობით ეს Game Sirce გავხსენით, ცინცაძის 49-ში ვარ და ეს ოთახიც აქ არის, Game Sirce-ს ეკუთვნის პორტალი და ნუ აი ჯერჯერობით მაგაზე ვარ რა. ჩვენიერი. მობძანით მეგობრებო გიოს Gaming Room-ში, პორტალში, რომელიც მდებარეობს ცინცაძის 59 ნომერში. სხვათა შორის ბავშვობა გამახსენდა რომ შემოვედი, მაგრამ სულ PlayStation 5-ებიდან ხვდა რა. პირველი კითხვა მინდა დაგისვა. ზოგადად რასთან ასოცირდება შენთვის აი 90-იანი წლების ბავშვობა რა? მე ოღონდ არ გულისხმობ იმას, აი გაჭირვებას, რაღაცა ცუდ დროს, იმიტომ რომ ძირითადად მაგრამ რომ ჩვენი მშობლების კისერზე გადაიარა, ჩვენ მაინც ლაღად ვიყავით ასეთ ისე და დარბოდით და ხალისოდით. და შენთვის რასთან ასოცირდება ეს დრო? მეგობრებთან, გართობასთან, რავი, აი ის იყო რა, ნამდვილი ურთიერთობები იყო, ესე ტელეფონი არ იყო, რაღაცა ესეთი, ანუ ინტერნეტი არ იყო და ესეთი ახლოს შეხება გქონდა და წრეში ბურთი, ფეხბურთი, რავი, სონებშიც დავდიოდით ხოლმე. გართობა რა ძირითადად და ბავშვობის ტკბილი სიტუაციები და მოგონებები რა, ურთიერთობები რა. ეს ემოციები ნამდვილად ნუ იგივე ემოციებს განვისთი მეც, რაც მახსენდება, სონები, ბავშვობა, ტელეფონებს რაც შეეხება, როგორ ურთიერთობდი მეგობრებთან? ნუ ვიცოდი, არ ვიცი, არ მახსოვს. საინაღაც ვიცოდი. ნუ ხო, ერთია რომ უნდა გავჩენილიყავით, სადაც უნდა გავჩენილიყავით. ხო, ერთია რომ ვეძახდით რა, ეს ერთმანეთს პირველი ჩამოვიდოდით, თქვათ. დაუძახებდი მე, ჩამოხვალ, ჩამოვალ მე, ორნი სხვას დაუძახებდით და ეგრე ვიკრიბებოდით და ეგრე რა. თითქოს უსიტყვოდ უგებდით რა, ანუ სულ ეს არ იყო რომ ჩამოვიდი რაღაც გიო ჩამოხვალ და რაღაც, ანუ იმენა ვიცოდით რომ დილიდან რაღაც უნდა მოგროვილიყავით და რაღაც და გვეკეთებინა. ხო, თან ახლა იქვე თამაშობდით ხოლმე, პატარები ვიყავით კორპუსის უკან და როგორ გადმოიხედებოდი, თუ იყო ეზოში ხალხი, ეგრევე ჩავდიოდით. რავი, ფეხბურთს თამაშობდით ხოლმე ძირითადად. რაუბანში გაიზარდა. ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში, ხო და რავი, რა შტაბები გქონდა ხოლმე. ძაღლები ყავდა, ბევრი ლეკვებიც ყავდა, ძაღლები, რავი, ბეკილისი, რავი, სახელებიც ვახსოვს, ერთი ზარბაზალა ყავდა. ხო და შტაბები და ნუ რავი, რა ფეხბურთს თამაშობდით ხოლმე. ცალკარას ჩემპიონატს ვაწყობდით ხოლმე. ავირჩევდით ორ გუნდს რა, რაღაც ლიდსი, მანჩესტერი, იუვენტუსი, ინტერი, რეალი, ბარსა, მაშინ ეგენი იყო ხოლმე რა, ბაიერნი და ეგრე რა, გვევასებოდა ფეხბურთელები, რასაც მე ტელევიზორში შუქი თუ იყო, რასაც ვნახავდით ხოლმე. კარლოსმა რომ ხმელი ფოთოლი დაარტყა მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე დღეს ხო ჩამოვედით ეზოში და ჩვენც აი მოჭრას ვცდილობთ. და ყველა კარლოსი იყავით, ხო? ხო და ხო რა, კაროჩი და ჩვენ მაგალითად ვირქმედით ხოლმე სახელებს რა, ძირითადად ბრაზილია გვევასებოდა საძმაკაცოს რა და მე სულ კაფუ ხდებოდა ხოლმე და არ მინდოდა ეს კაფუ რა, ძირითადად და თქვენთან ხო არ იყო ხოლმე რაღაც ეგეთი? არა, ეგრე არ ვახსოვს, მაგრამ ხო აი გოლს რო გავიტანდი რონალდო რაღაცას დავიყვირე აი ერთ კიჭას ხო იასე. ხო, კი, მაშინ კიჭა იყო. ერთს ქონდა ეგ ჩვევარო რო გაიტანდა ეს გაშლიდა ხელებს და რონალდო და გაიქცეოდა ხოლმე რა, ეგ მახსოვს. ფულს როგორ ჩალიჩოდით აი ბავშვობაში, კევის ფულს, რაღაცეების ფულს, ხო არ გახსენდება? სახლიდან ძალიან იშვიათად რა, აი 20 თეთრი ან რაღაცა ეგრე მოეცათ, ან ყველა რო შევთანხმდებოდით რომ დღეს ნაყინი უნდა ვიყიდოთ,
იყო რა 25 თეთრი ღირდა ხოლმე საამოს ნაყინი გურჯაანის და მაგას ყიდულობდით ხოლმე, მაგრამ ესე ჩვენი ფული თქვათ იყო რა, აი ბოთლებს ვაბარებდით, ყუთებს ვაბარებდით, პლასმასის ყუთებს ვაბარებდით ხოლმე, არმატურებს იმაშვებოდით, რა ქვია, ძველ მიშენებებზე იყო წვრილი არმატურები დარჩენილი და სვარკიდან ტეხავდით რა, იმებს ვატეხავდით და მე ჯარში და ხო არა არმატურებში ჯარში თქვენ ვაფშე სხვა კანალი ქონდა იმაზე გავიდევდით ესე მხარზე 2-3 კაცი ამ არმატურებს და ჩავქონდა ქავთარაძის ბაზრობაზე და მეტრი 50 თეთრი 55 თეთრი ეგრე ღირდა ჯარის ფასად არ აბარებდით უფრო არა არმატურად ვაბარებდით რა ჭკუას ხმარობდით ხო ფული ისე დიდად არ გვჭირდებოდა რა ანუ არისო რა დიდად ფული ვაფშე ფულზე არ ვიყავით და დამოკიდებული მაგრამ ის მაინც რაღაცები გვჭირდებოდა ხოლმე რა რაღაცა ნაყინის ყიდვა კი აი ეგ თება რა ანუ მე სხვა უბანში დავიბადე გავიზარდე ვაზის უბანში და იქვე იყო ზღვა რა ჩვენთან და იქ რომ ავდიოდით ხოლმე გვინდოდა საზამთრო რაღაცა კევები სიგარეტი ჩუმად თողონს არავის არ გაეკო და ვაისროი თუ გახსოვს კი კი 50 თეთრი და ვეძახთ ხოლმე ვიქერო ის ვეძახით ხოლმე მადეინი მოძრობილი გაქვს მაიკაზე made in რასაც აწერია made-ins ვეძახდით მაგას მარკას პირველად დაჟე რა მახსოვს იცი თუფაკის ის არ ვიცოდი და როგორ გავიგე თუფაკის შესახებ ანუ ორიანი რო ეწერა და ეს ფაკ მეთქი რა არის ეს ორიანი ფაკ რა და ანუ რუსულად დვარას და რაღაცა და მე ვიღაც ოქროს მაგუთხა რომ თუფაკია და ჩარტეშვილობდა რაღაც დისკი ან ბოდიში ის გვათხოვა კასეტა და მოусმინეთ და მაშინ მაგრა დამევასა და მაგის ტოსნივა იცი რა არის ტოსნივა ეს რაღაცა ტოშიბა ზარია დვარას რა კაიგაცი დვარას ვეძახდი ხოლმე ანუ სანამ გავიგებდი ზოგადად თუფაკის შესახებ მეთქი ანუ კედლებზე რატო წერია ეს და სკოლაში მე ფონდის ფულს გვაგრავებინებდნენ ხოლმე. დღეს ვფიქრობდი, რომ რა არის ეს ფონდის და სკოლის ფონდის ფული, ანუ ჩვენზე იდგა რა. თითოეულ კი, ეგ მახსოვს იდგა და ნავთის ფული 40 თეთრი, 55 თეთრი ღირდა, ან ლიტრა ნავთი უნდა მიგეტანა. ლიტრა ნავთი უნდა მიგეტანა რა, მოკლედ და ნავთის პეჩები გქონდა და მახსოვს ეგრე. სკოლაც მაგარი იყო რა. სკოლაზე გამახსენდა. სკოლაში ანუ როგორ დაიმკვიდრე თავი რა, აი მაგალითად ხო იყვნენ ჩვენ დროს რა, ანუ ძნელად იმკვიდრებ თავს რა, ბულინგი იყო იმენა ჰაი ლეველზე რა, ანუ ეხა რო ეგ ბულინგი იყოს, შეიძლება ამ თაობამ ვერ გაუძლოს რა, და აი ეგ პერიოდი როგორ გადაიარე რა, მეც სახელი ხო არ ქონდა, რაც არ მოგწონდა, რაღაც ნუ აი თავის დამკვიდრება როგორ გახსოვს 90-იანის სკოლის პერიოდში. მე გამიადვილდა როგორ ეხა გეტყვი რა. ხატრულად ვკითხულობდი ლექსებს რა. და რაღაც სარაიონო კონკურსებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული და გამომიგია კიდევაც რა. რაღაც ეგ ნიჭი მქონდა რომ ლექსებს ვკითხულობდი. მე წამოვიდა ალბათ ეგ ლექსების თემა რა, ეგ დიდებაში. 8 მარტის ლექსი ავიღე. ეხაც მახსოვს. ხო და ყოველ აი 1 სექტემბერს და ბოლოზარზე მე უეჭველი შარვალ კოსტუმში უნდა გამოსულიყავი, აი ემხელა ვიყავი, აი ძალიან დაბალი ვიყავი, პატარა ვიყავი ხოლმე და ნუ სკოლაში ყველა მიცნობდა რა და ასე თუ ისე მაგპონჩი მიადვილდებოდა რა. მაგრამ აი ესე ძველი ბიჭი და ისეთი მე არ ყოფილვარ რა, მოკლედ ჩვენ აი ძალიან ბავშვური მაგთემაზე არ გაბულინგებდნენ, აი რომ გამოდიოდი შარვალ კოსტუმში და რაღაცას არ გეუბნებოდნენ, პროფესორ ან რაღაცა. არა, ეგრე არა, მაგრამ აი ის იყო ხოლმე რომ რაღაცა როგორც არის რა, რომ ის რო ხარ რა, რომ ბევრი თვალი რო ხედავს ვიღაცას აღიზიანებს ალბათ და რაღაცა რა, ეგეთი თემა იქნებოდა კი რა. ანუ არ გაგიჭირდა სკოლაში თავის დამკვიდრება. მე ძალიან გამიჭირდა, რავი, თან ახლა იმდენი კლიჩკა მქონდა სკოლაში, რომ რავი, აი ყოველდღე ვჩხუბობდი რა, თან მაგრათ არ მევასწრებო 4 თვალა, აჭკარიკა, პაჟარა, ენა, ბლუ, პერებოი და ძალიან მე მომდა ხომ ენა და იმ მეზიზღებოდა გაკვეთილზე გამოსვლა რა და მსგავსი ის არ გაგივლია ხო შენ? ანუ ჩხუბი ყველა კლასელთან მომსვლია საერთოდ ეს პატარა რო ვიყავი, დაბალი ვიყავი რა ყველაზე და ნუ ალბათ ქვეცნობიერად აღიზიანებს ადამიანს ბავშვსაც რა რომ უნდება რომ დაჩაგროს ან რაღაცა, მაგრამ ყველასთან მიჩხუბია რა, აბსოლუტურად. ეხლა მე რო ვიხსენებდი, აი კლასელი არ იყო რომ ნაჩხუბარი არ მქონდა. მეც ეგრე ვარ, სხვათა შორის მოვიკითხავ ჩემ კლასელებს. აქედან დიდი სიყვარულით, მაინც რაღაცნაირი დრო იყო რა, კი რაღაცა
მინუსებიც ქონდა, მაგრამ ანუ ეხლა ამ გადმოსახედიდან ჩვენმა თაობამ რაღაცა დიდი ეტაპები გავიარეთ, თუნდაც განვითარების ეტაპები რა, იმიტომ რომ სამყარო ძალიან განვითარდა რა, ეს გაჯეტები შემოვიდა და ანუ ჩვენ დროს ეს ხო არის ცოდნა შემოიტანა რა. პირველი ტელეფონი ხო არ გახსოვს რა ქონდა, ან რომელ ასაკში ან როგორი პირველი ტელეფონი ის რა ქვია ვიპოვე, რაღაცა გასაშლელი ტელეფონი იყო დიდობაში უკვე 18 წლის ვიყავით რაღაც. მანამდე საერთოდ არ მქონია რა ტელეფონი და ხო რა რას ვამბობდი რომ ცოდნა არავის არ ქონდა, აი თქვათ ბავშვის ფსიქოლოგიის, ან ბულინგი რა იყო, ან რა შეიძლება, ან ცხოველის წამება რო არ შეიძლება, რაღაცა, ბევრ ამას გადახვედი. ხო რა, ანუ ძალიან მტკივნეულ თემებზე გადახვედი. ცოდნა არ იყო და ესე მიშვებული, როგორც ვის რა გაუსწორდებოდა, ძლიერი იმარჯვებდა და ასე შემდეგ, ეგ იყო რა. ამბავი და მე უკვე ხო აი ამ გაჯეტებმა, ტელეფონებმა, ინტერნეტმა შემოიტანა ცოდნა მშობლებში, ბავშვებში თვითონ და უკვე რაღაცა პოლიცია, იქ კანონი რაღაცა ცოტა მოიხოდა ქვეყანა, შუქი მოვიდა და მერე დაიწყო ის რა მაგის გააზრება, რომ რა სვაკე ვაშავებდით, რას თქვათ ფიზიკურ ნაკლზე გადაობა და ისე ხო შეიძლება ხო? ეხლა მე ჩემს შვილებს ვეკითხები, ანუ ეხლა რა ხდება ხშირად მაქვს ესე ანუ საუბრები ჩემს შვილებთან რა და ანუ ვეკითხები ხოლმე რა ხდება სკოლაში, როგორ ხდება და ის სხვათა შორის ა ფიზიკურ ნაკლზე რაღაცა ჩვენ დროს, ეხლა რაღაც ჩემ დროს ერთი თაობა ვართ და ძალიან ისე ცუდად მახსოვს რა, თან მე მქონდა რამდენი ნაკლიცი, ანუ ფიზიკური სათვალე ხომ ეკეთა ბავშვობიდან. ენა მეო და როგორ წითელი თმები მქონდა და ანუ მაშინ ანუ წითელი თმები ანუ ვაფშე არ მინდოდა რომ თმები მქონოდა რა, ანუ სულ ვიხოტრავდი რომ ვიღაც პაჟარას მეძახდნენ სპილენძას, ანუ პაჟარა სპილენძა, ოთხთვალა აჩკარიკა, ენა ბლუ და ანუ გაკვეთილზე გამოსვლა მეიზღებოდა, იმიტომ რომ იქნა კლასელი პერებოი და რაღაცა რო არ ეთქვა და ეხლა ეგეთი რაღაცები არ არსებობს და ანუ ძალიან კაია რა და ანუ აი ეს ჩვენმა თაობამ მაინც როგორ ფსიქოლოგიურად როგორ გავიარეთ სკოლის პერიოდი და მე როგორ ადაპტირდით კიდე ამ ახლანდელ გამოწვევებთან და დროში, ანუ ცოტა ძნელი იყო ჩვენთვის, ვიდრე ახლანდელი თაობისთვის რა და მაინც მაგარია რა ჩვენი თაობა ესე თქვათ. საკუთარ თავში უნდა აპატიო რა იმ ბავშვებს ვინც ეგ არა, აპატიებელი მაქვს მუშტით, კაცო ყველა კლასელთან რა. იმიტომაც არა მარტო კლასელთან უბანში და არა, ნუ ეს ყველასთან მეგობრობ, ყველასთან კაი ურთიერთობა მაქვს და ეგ ისეთი დრო იყო, რომ ეს ანუ ძირითადად მაინც ბოლოს ერთად ვერთობოდით და ერთად ვიყავით და რავი კლასიკაზე ჩხუბები გახსოვს? კი, კაცო, როგორ არა, მე მესამე კლასიდან უკვე როგორც კი დამთავრდებოდა გაკვეთილი, ეგრევე კლასები გვერდი იყო და ეგრევე კლასე მიდიოდა ჩხუბი. და გამოვარდებოდით ხოლმე, ხო? ეგრევე მიზეზის არ ქონდა. არაფერი, პროსტა რა, ანუ რა ხდებოდა, ახლა მივხვდი რა, ომიანობა იყო, რო დავიბადე, რა 89 იყო და 92-ში უკვე აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომი ისენი და ძალადობა და ის მე მახსოვს რომ ტანკებს ბეტერებს გაუვლიან უცუბიძის ქუჩაზე და შუქი ჩააქრო მამაც ჩემას შუქიც რო იყო რაღაცა ეგ მომენტი მახსოვს და დიდარი ოჯახი ცხოვრობს და რაღაცა ხო არა პროსტა იყო მომენტი რომ აი მოვიდა რა შუქი და ის გაიეთო სანთელი ჩააქრო თუ რაღაც ნუ კარჩე სუ იყო გარშემო ყველგან ძალადობა რა ომი ძალადობა და ის და ნუ ბავშვებზეც და იმაზეც იმოქმედა ყველაზე იმოქმედა საერთოდ რა ხო და ეგ იყო რა ჩხუბის ის ქონდა რა რატო ქონდა ეგ არ ვიცი ხო რომ უეჭველი გვეჭხუბა და რაღაც მე სხვა კლასში შევად დაგვითრევია ვიღაცა ერთი შეგვითრევია ან ჩვენ შეუთრევი ვართ და ეგრე რა ნუ სუჩხუბი იყო ხოლმე რა ძირითადად მაგრამ ისგან მაგიდის მერხილისგან კასტეტებს არ ხო არა კეთები ხო კი ეგეც მომაფიქრდა იმ დღეს კი რა კასტეტი მოვაძრობდი მერხზე კანტები ქონდა და ესე გადაღუნავდი სკოჩი მიცი იზოლაციით და მოჭრილი ხო საწვეტებად და იგი ბატონო კასტეტი დუბინკებიც რავი რა ძიმედროა გავიგე მოკლედ რა მე 98-იანი ვარ ერთი წელი დიდი ვარ მაგრამ ნუ ანალოგიური ხდებოდა თან მე გარეუბანში გავიზარდე და ანუ როგორი თემა იყო იცი იქ რომ
მართლა იმაზე ვიყავით რა გადარჩენაზე რა ანუ ერთმანეთთან რაღაცა მართლა აგრესია ქონდა და მე სხვათა შორის არ მიფიქრია რა მაგაზე საიდან ქონდა ქვეცნობიერი ჩვენ ეს ჯგუფის და ხარ ვახსენი მეც გეთახმები მაგაში ხო რა ეგ იყო რა ეხა თან უყურე ჩვენ კი ბავშვები ვიყავით მაგრამ ჩვენ მშობლების იმაში მაგრა გაიარა ამან ომი და ის რა თქმა უნდა მათ ფსიქიკაზე პირველ რიგში მათზე იმოქმედა და სახლიდანაც მოდიოდა თქვა დაძაბული იქ შვილი ყავს და უნდა რაღაცა საჭმელი გინდა სანთელი არის ის არის სკოლაში წიგნი უნდა ის უნდა და ანუ რა ხელა გაჭირვება გამოიარეს ჩვენ მშობლებმა და რავი რა როგორი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქონდათ ალბათ ეს დაძაბულობა ჩვენზეც გადმოდიოდა და მე ჩვენ სკოლაში მივდიოდით და იქ 1000 ეგრე დაძაბული სიტუაციიდან გამოსული ბავშვი მერე მასწავლებლებიც ხელს გვირტყავდნენ. კუჭის თავში აქვს აი ესე მუშტი დარტყმული ქალს და დამრიგებას და მოჩეჩვა და ის ხო რავი ლაპარაკი ზედმეტია რა. ბევრი ჩვენთანაც იყო სხვათა შორის ქალი ყავდა ერთი მასწავლებელი საგანს არ დავასახელებ ვიცი რომ იყურებს ჩემი გვერდით ევასება და სულ მიგულავს ეხა მაგრამ მაგრა ირტყმევინებოდა რა და მე რომ აკლევ და მე ჩემი და იყო 4 წლით პატარა და მე იმას იტყვიერად ეჩხუბებოდა რომ აი შენი ძმა ესე შენი ძმა ესე რა და ბავშვს უტიროდა ამ ჩემი და რა მაგას განუკითხავობა მართლა განუკითხავობა იყო რა რამე ისტორიას ხო არ გაიხსენებ რამე გადაობას რაც სკოლაში გადახდენია რა სკოლაში გადაობა ან უბანში რა ამაში ერთხელ მახსოვს მამაჩემ სანადიროთ იყო მოიყვანა თახვი რავი თახვი და ბრიტალით ხო და წერით მოყავდა ხოლმე რაღაცა და გადაეყარა თახვი და მოიყვანა და დაკლა რა და ეს თავი ვიდეო გადააგდეო რა და ეს თახვის თავი ვიდეს პარკში და გავედი და ტროლეიბუსი გაიჩინე და ტროლეიბუსში შევაგდე ღია ტროლეიბუსი ფანჯარაში ეს თახვის თავი და გაიარა ცოტა და გაჩერდა და გადმოაგდეს უკან და ის კადრი ეხლა რო ჩაიხედავდა ვიღაცა ეგ იყო კიდე რავი ხლაპუშკებს ვაფეთქებდით ხოლმე ვაკეთებდით ბევრი მას ჩავყრიდით სურიკი ბრონზა და ქვები რა ერქვა მაგას ვაფშე ნუ სახელი არ ლიაგუშკას ეძახდნენ რუსთავში რა მახსოვს აი გარაჟები იყო სულ აფეთქებო კაუნტერში რო ბომბას დააგდებდა ის არის გაშავებული ეგრე იყო გარაჟები მე მაგას მაგრა ვაკეთებდი სხვათა შორის რა და კეთარ ახმა ქონდა რა თან ისეთ ადგილას უნდა გესროლა აი კორპუსების შუაში ეკო ქონოდა და ერთი ადგილი ქონდა დამოღამებული ვაზის უბანში და იქ ხშირად ვაფეთქებდით ხოლმე. ერთხელ ყუთი ვიპოვეთ დიდი რა და ზვაკაცი ჩავსვით და ავწიეთ ესე და ვითომ მარხავდით თუ რაღაცა და ჩავაგდეთ ნაგვის ურნაში. ეგეც ის იყო რა რომ გახსნა ნაგვის ურნაში და იჩით. მეც ახლა ვიხსენებ თანდათან რაღაც გადაოს. ხო ნუ ჩხუბები ახლა ბევრზე უბნის ჩხუბი და სხვა უბნელებთან ან სხვა სკოლელებთან იყო ხოლმე რა აი 30 კაცი რო შეიკრიბებოდი აქედან და 30 იქედან და რაღაც კაჩაობა და ჩვეულებრივი ქურდული მენტალიტეტი იყო აი 9 წლის კაი ბიჭები ვიყავით ხო რა ხო რა ჩვეულებრივი კაი ბიჭი ხარ ხო და რაღაც პატივისცემ და ხო ეხლა დღეს ვფიქრობდი რომ ესეთი ის იყო რა ანუ ისა დარწმუნებულები ები არიანო რა ხო და ესე და ეჭვი კიდე ბოზებს ეპარებოდათ და არა თუ დარწმუნებული არ ახარ ეჭვი ეპარა ანუ ვერ გამოძრები კაროჩი ანუ ტორტი გირჩენია ჭამდა თუ რაღაც თემაა ხო იგივე თემა ხო რა და მანდაც ეგეც თან ნახევრად გადაობა იყო მაგრამ უეჭველი უნდა გწოდნოთ რა მაგასები უნდა გწოდნოთ ქურდული მენტალიტეტი იყო კი მახსოვს მეც რა და ანუ უბრალოდ მე იმდენად პატარა ვიყავი რა თან მე ძირითადად სპორტით ვიყავი დაკავებული რა და ზოგადად ისეთი ყოჩი არ ვიყავ მაგრა ვირტყმევინებოდი აი სათვალე ეს მამაჩემ თან კაცრი მამა მყავდა რას ამბობ მე ვინმეთვის პასუხი არ გამეცა სახში და ანუ სახში გამიტრაკებდა უერერევი აგური ჩაარ ხო რა ეგეთი ანუ იმენ არ უნდა დაიჩაგრო და მეც ახლა მამაჩემისგან მწვანე მქონდა და ვინიც მაბულნიგებდა მე იმენა ყველას ურტყავდი რა და თან ტანი დიდი ვიყავი თან ამდენი ნაკლი ზურგზე რა და ანუ ნაკლი ჭყალებში რა თქმა უნდა მაგრამ ნუ კაროჩე ნუ მაინც მიწევდა რა ჩხუბი ძირითადად რა მაგრამ ესე ყოველ დღე და რაღაცა არა და თუ რაღაცა
რაღაცა ისეთი კითხვები იყო ხოლმე, რომელსაც მე ვერ ვცემდი პასუხს, რაღაც ქურდული კითხვები ბჭყალებში, მე უკვე ზროსლი ძმები ჩამყავდა და ისინი მიგვარებდნენ ხოლმე რა, ხელი ჩამოვართვით და რაღაცეები და ვიშლებოდით ხოლმე რა მასე რა. ხო, მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ჰაილაითები, მძიმე რაღაცეები გავიხსენეთ, მაინც ტკბილი იყო რა და ჩვენი ბავშვობა იყო და ეხლა რომ დაბრუნდეს ეგ დრო, ძალიან ცუდი იქნება რა, ეხლა დიდობაში ძალიან ცუდად იმოქმედებს, მაგრამ ბავშვობაში მაინც უფრო არ გვაინტერესებდა, რომ შუქი რო არ იყო, ანუ რო დავიბადე შუქი არ იყო და უნდა მოსულიყო გრაფიკით, ხო, გაზი ვაფშე 97-ში ვნახე პირველად, მე მგონი რომ იქ, ანუ გაზი რო გვედგა, თურმე რისი რა ყოფილა ეგ მე ლურჯი ეს რო ამოვიდა გაზი და ცეცხლი გავგირე პირველად ვნახე და ერთხელ იყო დედაჩემ დაგვიძახა ეზოში ვიყავით გიორგი და რა არის თქო და შუქიც არის გაზიც და დედის რა ქვია წყალიცო რა და გავგიჟდით ეგრევე დავანებეთ ამას ავედით სახში და გიჟებივით მე რა მახსოვს იცი კიდე ჭიაკოკონობა გახსოვს საბურავის თქვენ აგროვებდით ხოლმე არა აგვისტოში არ იყო გეშლება ჭიაკოკონობა იყო როდის იცი აღდგომის წინა კვირას იყო ჭიაკოკონა 4 შაბათ დღეს რა და ბანაობა არ შეიძლებოდა მაგრამ არ მახსოვს მაგრამ რაღაც ეგეთი დღე იყო და ანუ საბურავებს ვაგროვებდით ხოლმე და წვავდით და ვახტებოდით ხოლმე სულ გამურულები და ტიპი ჩავარდნილა დაჟე არ მახსოვს და ეს დამწვარი იყო რა იმაში ადღვებულ საბურავებში და იყო ველოსიპედი ვიყიდე 10 ლარად ერთხელ 10 ლარი საიდან აისტი თუ რა რაღაც ეგეთი ხო მაღალი ველოსიპედი იყო და პროსტა ეგდო რა ტიპს და 10 ლარად ხო და 10 ლარი ისეთი თემა იყო 10 ლარი 10 ლარად ოჯახს ანუ 30 ლარი იყო ხელფასის ანუ საშუალო 10 ლარად კვირა ერთი კვირა ოჯახი გაძლევდა ანუ იყიდი რა შაქარს გრეჩიხას რაღაცას და პური 30 თეთრი რაღაც ძალიან იაფი იყო რა ყველაფერი და ლარის ძლიერი იყო რა იმ დღეს ვითვლიდით მაგ არმატურებს რო ვაბარებდით კაროჩე 2 ლარნახევრის არმატურით ლობიანი მოგდიოდა, კოკა-კოლა მოგდიოდა და სონებში მივდიოდით პახოვდა სათამაშოდ 2 და 3 სონებში გაგითენებია? ეგ უკვე ინტერნეტ კაფეში გამითენები 4 ლარი იყიდა ხოლმე და გამისთენება. და რას თამაშობდი ხოლმე? კაუნტერს, მაგრა შევერთ. ეგ უკვე 2005-ი. მე არ კეცავდი ხოლმე ამ კაუნტერზე, საიტებზე არ დაძრებოდი ხოლმე. იქ ეხა ინტერნეტ კაფეში არა რა, მაგრამ თავიდან რომ გავიგეთ რომ არსებობდა ეგეთი თემა, ძალიან ის რაღაცა მეიცოდე 99 com იყო თუ რაღაცა 99 com და მარტო სურათები იყო რა. ხო ეგ მახსოვს ერთხელ ინტერნეტ კაფეში მაგე გვინახავს 3-4 ერთად რო დავშევდით და რაღაცა. უკვე აი ეს 2005 წელი, უკვე აი კაუნტერი წამოვიდა, ნუ იყო უკვე მაგ დროს ყოველს ეგეთი საშუალებები რა, დენი რამე ინტერნეტ კაფეები ისინი მოიხდა. ავოეჯი გახსოვს? ავოეჯი კი, როგორ არ ის მუსჯი მუსჯი მუსიკების ეს ავოეჯი ემანუელა რიოში და ხო მაგარი კი ფილმები ისა კალიგულა და რაღაც ეგეთი აუ რა დრო გავიარე სტუდენტობის დრო რო აი როგორ გახსენდება რა მაგალითად რა ეხა მე სხვანაირად მახსენდება იმიტომ რომ აი ეს გარეუბანში ცხოვრობდი და იქიდან მოვხვდი სადღაც ცენტრში და ანუ ეს ჩემთვის იყო რაღაცა ნახტომი და შენ როგორც ახლა ვაჟაზე გაზრდილი მაინც აი ხა გეტყვი რა მე უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია რა ესე იგი თეატრალურზე მინდოდა ყოველთვის და თეატრალურზე ვერ გავიარე ეს მისაღები გამოცდა აღარ ჩავაბარე არსად მიუხედავად იმისა რომ უნარებში ინგლისურში მათემატიკაში ქართულში ვემზადებოდი ჩვეულებრივ და სხვა ფაკულტეტი არ ავიღა ვაფშე სხვა უნივერსიტეტი არა ნუ სულელი ვიყავი რა ჩემი აზრით დავრჩი ეგრე რა და ხო და სტუდენტობა მქონდა ცოტა ხანი ანუ მე-11 კლასის დროს
ჩავაბარე კოლეჯში ჩამაბარებინეს სტომატოლოგიურზე ჩააბარეო ის არისო რა მუდმივი პროფესია და კარგი საქმე არისო და ჩემი გადაწყვიტეს ეგრე და თან გამომდიოდა რა ჭხირკედელაობა და ისენი და ორთოპედიაზე ჩავაბარე რა იქ ახლა რა სწავლა უნდა ყოფილიყო ვაჟაზე იყო კაკრას პოლიკლინიკის შენობაში რა გორგასალი იყო კოლეჯი და მან ჩავაბარე და აი სტუდენტობა მე 1-2 წელი 3 წელი მან მქონდა და მაგარი იყო რა აი სხვადასხვა რეგიონებიდან სხვადასხვა უბნებიდან ჩამოსული ხალხი პირველად ანუ ესე მარტო და რაღაც დიდებად ვითვლებოდით აი სიგარეტის მოწევა მან დავიწყე და რა მაგარი იყო რა რაღაცეები მაგარი იყო რა მე ერთად ვსვავდით ხოლმე ღვინოს რაღაცა ჩვენ ვსვავდით ხოლმე იმაში ღვინოს არ ახს ვიყიდით ხოლმე და მზიურში ვსვავდით ხოლმე ხო სტუდენტური თემა რა იდე რაო ერთი შავი სტადიონი 90-იანებს რო დაუბრუნდეთ ერთი შავი სტადიონი იყო ჩვენთან შავი რატო იყო რომ 80 მეტრიანი დიდი სტადიონი იყო და შავი ქვიშა ეყარა რა აი ზღვის შავი ქვიშა იყო ჩამოტანილი და საფარი ეგ იყო და შავი სტადიონი და აი რო ამოდიოდი სახში შავი ფეხები რა თქმა უნდა ესენი ბუცები გვეცა ხოლმე მაგაში ხო ეს შავი ქვიშა და თამაშობდით ხოლმე რა აქ 7 მეტრიანი კარი იყო ორ-ორი კაცი ვდგებოდით სტოპიაც თამაშობდით აუ სტოპია ხო და ეხა რო ვუთხარ იმ დღეს ბავშვებთან ისქენი რა ბავშვებით დავიმატეთ თუ რაღაც მოდი გეთამაშოთ და სტოპიატი და აზი არ არია რა არის და მეთქე ეს თამაში არიცი აუხსეი და კიდე ვა კროსბარი რაღაც ხო ვაფშე სხვა რა ეხა არსებობს ეგ ვაფშე და კროსბარი ქვია კროსბარი რაღაც კროსბარ რაღაცა და კიდე ეს ისე ხო სხვა რამეს ეძახია ხო მოგითხვა ახალგაზრდებს ხო რა და ის თამაში არ გახსოვს კალათბურთის ფარში რო ესოდი 21 და -5 ხო 21-იც მაგარი მალაკოს რო აკეთებდი აუ მალაკო გამახსენე ვაფშე აცილებდი ფარს არაფერს თუ არ მოხდებოდა მალაკო იყო და იწვებოდი სძლიერად ნულიდან აგრძელებდი რა. შენ ცხოვრებაში მუსიკა პირველად აი როდის შემოვიდა რა და აი რას მოусმინე თუ გახსოვს აი დაახლოებით მაინც. კი, მუსიკა როგორც აი მე რო ჩემი გემოვნებით მინდოდა რისი მოსმენაც მინდოდა, ნუ ეგ იყო უკვე მე-9 კლასში ვიყავი რომ ვიყიდეთ მუსიკალური ცენტრი და ემინემის კასეტა Eminem The Best იყო ნაკრები იყო რა Eminemis სიმღერების და ეგ იყო და აი ღამე მახსოვს რომ 2 საათამდე ესე ამ ცენტრის წინ დავждარ ვარ და მომისმენია რა როგორც აი ტელევიზორისთვის გიყურეთ და დილავიქს რომ უყურებ რა მუსიკა აი რაღაც ეგეთი იყო და Eminem-ი მევასებოდა მოკლედ რა Eminem-ზე მეც გვიზებოდა ხო და ისე დანარჩენი მუსიკა ტელევიზორიდან იყო და პირველი მახსოვს ну რა თქმა უნდა ყველაზე პატარაობის იყო ისა მულტმე რუსული რაღაცა მგონი პირველი არხი იყო რუსული და სპიადუ ставие игрушки книжки მულტფილმის დასასრულად ხო მუსიკა ეგ იყო ის რა ქვია ხელები პატარა ხელები მოვალ და მოგეფერებ 90 ეგ იყო ომის აფხაზეთის ომის მერე დაიწერა ეგ აი ომის ჰიმნი კი არა რაღაც ეგეთ როგორც აი ჰაიტიზე რო არის ჰაიტი ეკო ჰაიტის მიეწყო ეგეთი რამე იყო და ბასტი ბუბუს ბავშვების ის იყო რა კლიპი იყო კაროჩე მე რა მახსოვს იცი რომელი ანუ Eminem-ი იყო ჩემთვისაც რა ფიზკულტურის დარბაზში მოусმინეთ როგორც ვიღაცას ქონა მაგნიტოფონი მოტანილი და კასეტა რა და მე იმ კასეტას წერდით ხოლმე სხვა კასეტაზე რა და ანუ Eminem-ი დღემდე მევასება რა ანუ აი სიგიჟემდე მიყვარდა ბავშვობაში და იცი რატომ მიყვარდა მამა ჩემი მეუნეოდა ხო Eminem-ს გავხარ გადაპასოს თვაში არ და Eminem-ს ანუ ბულინგის დროს მაწყლარებდა ხოლმე რა შენ Eminem-ს გავხარ და რაღაცა და რა სხვა შორის სათვალებზე რომ აბულინგებდნენ ხოლმე სახში ხომ მოდიოდი ხოლმე და ანუ კაცრი მამა მყავდა როგორც ჯიგარი მკაცრი რომ აი თუ ვიღაცა მოგერევა თავი არ და არიტირო ანუ ბოლომდე მიაწექი და ანუ ძალიან
იმას მიშვებოდა ხოლმე რა ძალიან გვერდში მედგა ხოლმე რა და მეუბნებოდა ხო ანუ ძალიან მასაპორტებდა ხოლმე რა მამაჩემი და სათვალეებითო ედგარ დევიცი თამაშობს იმას ფეხბურთს რა ასამბობ ამათ მაგრამ აიციანო ვაფშეო და რაღაც ეგეთეს მეუბნებოდა ხოლმე რა პირველად მუსიკა მეც ემინემს მოусმინე და უკიდე მახსოვს შავი პრინც და ძებნილების კლიპი გამოვიდა რომელიც წლები ყო არ მახსოვს რა ეგ უკვე 2000-იანები იყო და იმაზე მაესტროზე უშვებდნენ სადღაც მაკლიპებს რა მუცუბიძის საუნაში ვქნათ გადაღებული თუ რაღაც არა ერთ-ერთი კლიპი არ გახსოვს გოგოები გამოყვანილი ეგ ხო მაგრამ იქ აი სად იყო ლოკაცია არ მახსოვს მაგრამ ეგ უეჭველი მახსოვს და შავი პრინცის მები ძებნილები და ჯერონიმი რა კი ბატონო ლექსენი იყო მე ეს რომ შუქი რომ მოვიდა კარაჩე ისიც ესტრადაც წამოვიდა რა და ხო რომ ტელევიზორიდან იყო რა ძირითადად რა მუსიკა და იქიდან კიდე პრაიგრივა წელს ვეძახდით ფირფიტებიანი 90-იანებს რო დაუბრუნდით და ფირფიტებიანი 5 ვინილი ხა ხო ვინილები ხო რა პრაიგრივა წელს ხო ეგრე რა ეგრე ვეძახდით და აი ესა რა ქვია რაღაცა რუსული სიმღერები კაროჩე ქართულიც იყო ჩორნი ბუმერი არ გახსოვს ჩორნი ბუმერი ხო ეგეც მერე იყო ხო ხო და ისე დანიძელ კუდავტაროვა იოვედუ კამარო აი ეგ იყო იმაზე მახსოვს რომ მოусმინე ვეფხის ტყაოსანის დისკიც იყო ვინილი ეგ მახსოვს ტყაოსანის ვინილი კი მსახიობები ყვებიან რა ჩვეულებრივად მიმდინარეობს თავიდან ბოლომდე ვეფხის ტყაოსანი და ეგ ეხაც იქნება რომ დავსერჩოთ ხო არის კი და YouTube-ზეც დევს ეგ ვერსია კაკრას აი ის ვინილზე რაც იყო ეგ ვერსიაც დევს არის რამოდენიმე ვერსია ახლების ისიც მაგრამ იმდროინალიც ვიცანი რა აი ჩაწერის ხარისხზე იცნობა რა მოკლედ რა ანუ ფეხბურთს თამაშობდით ხო რა მითხარი და ეს ეკიპიროვკა სანტყიდულობდით ძირითადად სადადიოდით ხოლმე ვაგზალზე ბუცებს ყიდულობდით ხოლმე და უნდა წითელი ბუცები იყო ხო შავი წითელში და უნდა ქონოდა ისა რა ქვია ესე მოღუნული ბოლოშიპი უნდა ქონოდა მოღუნული რა ხო 4 კი არა ესე გლეს ფორმის დიდი რა კი ბოლო ხო დიდი იყო თუ ფორმას ვიყიდით მაგარი იყო რაღაცა მილანის შევჩენკო და ასოები არასწორად ზოგს შევჩენკო ეწერა და რაღაცა რა აბიდასი არ ვიცი მაშინ იყო თუ არა მაგრამ შეიძლება მაშინაც იყო ხო რა ხო და რონალდო რივალდო ეგენი იყო რაული ტეკა ეწერათ მაშინ ტეკა მიტიკა თუ რაღაც ეგეთი რა ხო რეალის ფორმაში არა თუ მარტო ტეკა ეწერათ ხო და შავი რეალის ვისაც აი უფრო კაი ბუცი ეცვა და რაღაცა გეგონა რომ მაგრად ითამაშებდა რა შიში ქონდა ეგრევე რომ თუ თქვა სხვა უბნელი მოდიოდა და ბუცებზე აკვირდებოდი რომ COS იგროკი ყავს და რაღაცა ხო ერთხელ იყო მაგშავ სტადიონზე წეღარავ თქვი გუნდს ავარჯიშებდა ერთი ოთარი მასწავლებელი და მაგის გუნდს ვეთამაშეთ უბანში პროსტე უბნის ბავშვებმა და მოუგეთ რა რავი რა ეგ მახსოვს რა მან მიდიოდა იმართებოდა ხოლმე თამაშები მე შემოვიდა ეს მაჟეტებს ვიკეთებდით ხოლმე რაღაც მარიაშობდით მაჟეტებიც იყო კი ჩვენ ლილოში დავდიოდით ხოლმე და ერთი ტოჩკა იყო იქ სუფორმები ეკიდა კი ლილოდანაც კი მახსოვს ეგ პერიოდი ხო და მე ვამოწმებით ესე თუ იწელებოდა ნაღდი იყო თუ რაღაცა ნაღდი საიდან იქნებოდა ხო მე ბურთებს ვიპარავდით ხოლმე კიდე ჩვენ მარაკანა სტადიონი არის ვაჟა-ფშაველაზე და იქ ვარჯიშიდან რომ გადმოუვარდებოდა და ბევრი ბურთები ქონდათ და ჩვენ დასატკავებულები ვიყავით ბუჩქებში რომ გადმოუვარდებოდათ რამოდენიმე ბურთი ქონდა ხოლმე ერთი ერთხელ დინამოს ნაღდი ბურთიც ქონია და რაღაცა და რავი რა ის მომენტი არ ქონდათ ისა ბურთის პატრონო სახში მიდიოდა და ავტომატურად პროჭირო იყო ეგრე და ანუ რო არ წასულიყო და რაღაცა უეჭვემდა ეთამაშა და კარში არ დგებოდა ხო ეგ იყო მთავარი იმიტომ ბურთი ჩემია და წავალ ეგრე ხო დახუჭობა და ბაგრა გვევასებოდა ხოლმე ღამე რო დაღამდებოდა აი ის ცაცკი მახსოვს ეს ცაცკი მაგარი ვარსკვლავებით მოჭედილი ან ნაკლები სინათლე რო იყო გარშემო მაგარიცა იყო ხო და რო დაღამდებოდა ხოლმე
დახუჭობანას უეჭველი თამაშობდით, მაიკებს ვცვლიდით ხოლმე, რომ თქვათ მე ვეგონო ეხლა რა და აჟარია და რაღაცა დახუჭობანა, ხუთქვაობანა, წრეში ბურთს თამაშობდით ხოლმე. მე ვერ გავიხსენე ხუთქვაობანას და პრინციპი კიდე იყო ხოლმე შვიდქვაობანა რა. აი მაგის პრინციპი ვერ გავიხსენე და ძალიან მჭირდება და შენ ხო არ გახსოვს რაღაცა შემდეგი ვიდეოსთვის 7 კუთხე იქნებოდა რა ალბათ და კაი ხუთქვაობანა მითხარი რა. ხუთქვაობანა ესე იგი ხუთქვა, ბრტყელქვას ვიპოვიდით, 5 ცალს ერთმანეთზე დავადებდით და 4 კუთხეთში კვადრატში შუაში დავაყენებდით, ხო. და ამ კვადრატს ხო და ბურთს გააგორებდი 1-5 მეტრზე. გვერდებზე ქონდა კიდე რაღაცეები. აი როგორც კუთხურს აქვს რა ეს ალამთან ეს კუთხე შემოხაზული ეგრე იყო. და რომ გააგორებდი და დაშლიდი ამ ქვებს უნდა გაქცეულიყავი და ბურთით უნდა გამოკიდებოდნენ და გაერტყათ რა. თუ თქვა აგაცილებდა და რაღაცა, კარში ხო თუ თქვა აგაცილებდა, შენ დრო გქონდა რომ ეს 5 ქვა, 5-ვე კუთხეში ფანჯი რო დაგეხატა რა. ეგრე და სიო, ქულა იყო მოგებული იყო. მე ეს მეორე გუნდი კიდე იყო ეს ბურთი ეგრე ვეძახდით. ეს ბურთი და ააგდებდი ესე ბურთს და სახელს იტყოდი რა გიორგის და გიორგის უნდა დაეჭირა დანარჩენი გარბოდა და როცა დაიჭერდა უნდა სხვისთვის ესროლა და თუ გაჭრიდა მე ისა აგდებდა რა. ხო, საინტერესო თამაში იყო ხუთქვაობანი. ვერაფრით ვერ გავიხსენეთ, ჩემი შულებინა და მე თამაშებინა და ხო, ისა ორდროშობანაც იყო. ხო, ორდროშობანა. კიდე ერთი კითხვა მაქვს შენთან, ანუ სოფელი თუ ქონდა რა, სადაც მიდიოდი ზაფხულში და X-ს სხვა ვაიბი ხდებოდა. რა ხო იყო ეს სკოლის თემები და X-ს სხვა სიტუაცია რა. ორი სოფელი მქონდა. და როგორ გაიხსენებ ან იქ ძალიან ტკბილი იყო რა. აი გურიას გავიხსენებ მაგალითად, სოფელი შრომა გაკრას ეხა თოვლის ამბები რო იყო. უტკბილესი ხალხი, აი ძალიან მაგარი ტოსნივაც იქ თქვეს რა. ტოსნივას ის მაქვს რა ვიდეო ესა და მივედი და ტოშიბა წერია. ხო, რომ მდინარე, სოფელი მდინარე იყო, ბავშვები იყო, ფეხბურთი იქაც რა თქმა უნდა. ბირჟა იყო, ლექსენის იმედარე ბირჟა. კი, ანუ ჩვენ რო თბილისში ემინემის მოსმენა დავიწყეთ, იქ ლექსენი ახალი შემოსული იყო და აქ რო დავანებეთ ემინემს, მე იქ ანუ ძალიან იმაშებოდა რა, გვიან იყო ხოლმე რა. ყველაფერი. კიდე აი სოფელში მახსოვს სხვანაირი პურები იყო, რომ სახში მაღაზიის პურზე რომ ვიძახი რა რაღაცა 4 კუთხედი დიდი თეთრი პურები იყო, კილოიანი თუ რაღაცა. აი სუნიც სხვანაირი და გემოც სხვანაირი ქონდა. კი, მეც მახსოვს. კიდე რავი. კოცონის გარშემო რადიო და იქ თუ გახსოვს ვამესიჯებდით ხო სიმღერა ეძღვნება ვიღაცას რაღაცა რადიო იყო, ნუ აღარ მახსოვს რა და თან ან კლიჩკებით ვამესიჯებთ ხო სიმღერა ეძღვნება სკილეტს, სოფელში მოხდა სკილეტას. იმენა ყველგან კლიჩკა მქონდა რა. ეს სიმღერა ეძღვნება სკილეტას და რაღაც ეგეთ რაღაცებს ვამესიჯებთ ხოლმე და ანუ იქ რო გაჟღერდებოდა ეს იყო რაღაცა ჩვენთვის იმხელას იხარული რომ რაღაც სასწაული რა. ზუსტად ის წლები არ მახსოვს რომელ წლებში იყო ეს, მაგრამ ნუ ბავშვები ვიყავით რა. იოგი, მადლობა დღეს რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. პოდკასტ დავარქვე მეგობრებო ამ გადაცემას. პირველია ჩვენ არხზე. კეთილი იყო შენი ფეხი. დაკვირდები ხოლმე რომ ჩემ არხზე რაღაც აქტიურობდი წლებია და გვასაპორტებ ესე ვთქვათ და ამისაც დიდი მადლობა და რაც YouTube-ზე გამოვშთით იქაც რომ აქტიურობ და გვერდში გვიდგახარ ამისაც მადლობა მინდა გადაგიხადო. მეგობრებო, ჩვენი სტუმარი იყო გიორგი მიროტაძე. მომავალ შეხვედრამდე.